სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო. ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამსახურის ვეტერინარები კარდაკარ დადიან და ძაღლებსა და ძროხებს თურქულის და ცოფის წინააღმდეგ ცრიან. როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, ღონისძიებები ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს საკუთარი ცხოველის სრულიად უსასყიდულო დაცრას. სამსახურის რეგიონალური ხელმძღვანელის პაატა თარაშვილის განმარტებით შიდა ქართლში დაავადება თურქულის წინააღმდეგ გასულ წელს 88,000-მდე მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველია აცრილი. ხოლო ცოფზე 18,000-ზე მეტი ძაღლი და კატა. ჯამში კი 2024 წელს 15,000-ზე მეტი ცხოველია აცრილი ჯილეხსა და ბრუცელოზე. დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება წელსაც იგეგმება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ეს არის უფასო ვაქცინაცია, რევაქცინაცია, იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია თურქულის, ცოფის და წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო იმუნიზაცია. ასევე დაგეგმილია ჯილეხის, მსხვილფეხა და წვრილფეხა ბრუცელოზის, ცხრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო იმუნიზაცია და რა თქმა უნდა იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია. ჩვენი თხოვნა იქნება მოსახლეობასთან მაქსიმალური ჩართულობა გამოიჩინონ, რათა ვეტერინარებთან ერთად დიდი შევინარჩუნოთ განსაკუთრებით დაავადებებისაგან სუფთა გარემო. ჩვენი ვეტერინარები დადიან და მოსახლეობასთან რომ ჭიდრო კავშირში იყვნენ, არ დარჩეს აუცილებელი მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელი, კარიკარის მეთოდით უწევთ მუშაობა. ჯილეხის ვაქცინაცია შიდა ქართლში, როგორც სხვა რეგიონებთან შედარებით, დიდი მასშტაბებით არ ხორციელდება, ვინაიდან ჩვენ ბოლო 10 წელი კი არა, ალბათ 15 წელია ჯილეხის შემთხვევა შიდა ქართლში არ დაფიქსირებულა არც ადამიანებში და არც საბედნიეროდ, არც ცხოველებში და არც ადამიანებში. ასევე პარალელურად მიმდინარეობს ახლა ცოფის ვაქცინაცია. შესანიშნავი ძალიან კარგი წარმოება ჩეხური ვაქცინით გვიწევს მუშაობა.